არაფერია იმაზე მძიმე, ვიდრე შვილის ავადმყოფობა. დედები, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე შვილების სახლს დაუწევთ, საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული თანაგრძნობით და დახმარების სურვილით სარგებლობენ. გარნეტ სპირსი თავისი სიცოცხლის 5 წლის განმავლობაში 20 ჯერ მოხვდა საავადმყოფოში. მისი დიაგნოზების ჩამონდათვალი ვრცელი იყო. ბიჭის დედა, ლეისი სპირსი კი ნამდვილ გმირ დედად მოჩანდა. ყველა ხედავდა, როგორ მედგრად და ჯიუტად იბრძოდა ახალგაზრდა ქალი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ როდესაც გარნეტ სპირსი გარდაიცვალა, საზარელი სიმართლეც გამოაშკარავდა. გარნეტ სპირსი საავადმყოფოში 2014 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა. მისი სასოწარკვეთილი დედა, ლეისი კი სოციალურ ქსელებსა და მესენჯერში სამძიმარს იღებდა. ქალის მხარდამჭერის მსურველი უამრავი იყო. ის ცნობილი ბლოგერი იყო, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ადამიანებს შვილის გადასარჩენად თავის ბრძოლაზე უამბობდა. მაგრამ მან ეს ბრძოლა წააგო და მისი გლოვა უსაზღვრო იყო. დედის სულის შემძვრელი პოსტები, რომლებმაც ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი არსება დაკარგა, წარმოუდგენელი რაოდენობით რეაქციებს და კომენტარებს აგროვებდა. ამ ამბიდან 1 წლის მერე კი ლეისის სახლში პოლიცია მივიდა, ქალს ხელბორკილები დაადო და შვილის მკვლელობის ბრალდება წაუყენა. ლეისი სპირსი ალაბამას შტატის პატარა ქალაქ დეკეიტერში დაიბადა. სკოლას იქ დაამთავრა და დამოუკიდებელი ცხოვრების რამდენიმე წელიც იქვე გაატარა. შემდეგ ლეისი დაფეხმძიმდა და გარნეტი გააჩინა. ბავშვის გაჩენიდან მალევე ლეისი ფლორიდაში თავის ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად. აქ ის მისსავსებით ბუნებრივი კითხვა, ვინ იყო ბავშვის მამა. მზიან ფლორიდაში გადაბარგების შემდეგ ამ კითხვას ლეისის ცხადია ნათესავები და მეზობლების უსვამდნენ. თუმცა გოგო მუდმივად რაღაც განსხვავებულ ისტორიებს ყვებოდა. მაგალითად, მეზობელ ქალს ლეისიმ უამბო, რომ ის საკუთარმა მამამ გააუპატიურა, მისგანვე დაფეხმძიმდა და ამის გამო იძულებული გახდა ალაბამიდან მოძალადეს გაქცეოდა. თუმცა მეორე შემთხვევაში ლეისი ირწმუნებოდა, რომ გარნეტის მამა პოლიციელი იყო, რომელიც ბავშვის დაბადებამდე გმირულად დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. თუმცა სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო. ლეისი თავისი ბოიფრენდისგან, კრის ჰილისგან დაფეხმძიმდა, რომელსაც არც თუ დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა. ლეისის დაფეხმძიმების ამბავი რომ გაიგო, კრისი უბრალოდ გაქრა. ფლორიდაში გადასვლიდან მალევე ლეისიმ ინტერნეტში ქალებისთვის, უფრო კი მარტოხელა დედებისთვის არსებული ფორუმები აღმოაჩინა. ლეისი იმ ფორუმებით დაინტერესდა, სადაც დედები თავიანთი შვილების ავადმყოფობებზე უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას. ლეისი ამ ფორუმებზე, ასე ვთქვათ, შეჯდა. ის რამდენიმე თემატორ ჯგუფში დარეგისტრირდა და დაიწყო 1000 ზღაპრების წერა გარნეტის ჯანმრთელობის პრობლემებზე. მალე ლეისიმ გადაწყვიტა, რომ ფორუმებში აზრების გაზიარება საკმარისი არ იყო და თავისი ბლოგი შექმნა, რომელსაც გარნეტის მოგზაურობა დაარქვა. განსაკუთრებული ტალანტით ლეისი არ გამოირჩეოდა, მისი პოსტები ერთფეროვანი და პრიმიტიული იყო. ქალი შვილის ავადმყოფობებზე წერდა, თავის მორალურ ტანჯვას აღწერდა და კომენტარებს პასუხობდა. მაგრამ ეს ყველაფერი ლეისისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მას თანაუგრძნობდნენ, ამხნევებდნენ, მხარს უჭერდნენ. ლეისიმ საკუთარი მნიშვნელობა იგრძნო, გვერდიდან ხომ ის დატანჯული ბავშვის გმირი დედა იყო, რომელიც მედგრად უმკლავდებოდა თავის უბედურებას. 2013 წლის იანვარში გარნეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მორიგ ჯერზე გაუარესდა და ის მერამდენედ საავადმყოფოში დააწვინეს. რამდენიმე დღის მერე კი გარნეტი კომაში ჩავარდა და ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა. ლეისის ბლოგში გაჩნდა ჩანაწერი. დღეს 10 საათსა და 20 წუთზე გარნეტი თავის დიდ მოგზაურობაში გაემგზავრა. ქალის სამძიმრებს იღებდა, უამრავ ადამიანს გაუჩნდა სურვილი, ენუგეშებინა დედა, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა. ამის პარალელურად კი სპეციალისტებმა ბავშვის გაკვეთისას ორგანიზმში ნატრიუმის დიდი დოზა აღმოაჩინეს. ეს იყო დოზა, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს. ასე დროს არსებული პროტოკოლის თანახმად სამედიცინო დაწესებულებამ პოლიციას მიმართა და ლეისი სპირსის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. სახლში საბავშვო კვების სოლიდური მარაგი აღმოჩნდა, რომელთანაც გამოძიებას კითხვები გაუჩნდა. ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა, რომ საკვებში დიდი დოზით იყო დამატებული ნატრიუმის ქლორიდი, ანუ ჩვეულებრივი სამზარეულოს მარილი. ასევე გაირკვა, რომ ლეისი ბავშვს ზონდით კვებავდა, თუმცა ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა.
ქალის კომპიუტერის შესწავლისას გამომძიებლებმა შეითქვეს, რომ შვილის გაჩენის შემდეგ ქალი ორგანიზმზე მარილის ზემოქმედებით ინტერესდებოდა. კერძოდ ინტერესდებოდა თუ რა დოზა იყო სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საზიანო. ამ ამბიდან 1 წლის თავზე ლეისი სპირსი დააპატიმრეს და შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ ბავშვის ნელი მოწამვლის ერთადერთი მოტივი სოციალურ ქსელებში პოპულარობის მოპოვება იყო. ლეისის მოსწონდა მისით ყველა აღფრთოვანებული რომ რჩებოდა და გმირ დედად თვლიდნენ. სასამართლოზე ქალის ადვოკატი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ გარნეტის სიკვდილი ექიმების სინდისზე იყო. თითქოს ექიმების დაუდევრობა იყო ბავშვის ორგანიზმის გაუწყლოვნება, რამაც საბოლოოდ სიკვდილი გამოიწვია. თუმცა ერთადერთი არგუმენტი ლეისის სასარგებლოდ წინდებთან დაკავშირებული შემთხვევა იყო, ადვოკატის ხელში იყო ვიდეო ჩანაწერი, როგორ ზრუნველად აცმევს ლეისის შვილს წინდებს, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე. ადვოკატი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ თუ კი ქალს შვილის მოკლა სურდა, ასეთი მზრუნველობით რატომ ცდილობდა, რომ მას ფეხები არ გაციებოდა. ეს არგუმენტი ნაფიცმა მსაჯულებმა დამაჯერებლად რა თქმა უნდა არ მიიჩნიეს. სასამართლოს შედეგი სავსებით პროგნოზირებადი იყო. ლეისი სპირს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მედიამ კი მას ამერიკის ყველაზე ცუდი დედის არც თუ საპატიო ტიტული მიანიჭა და ამას შეუძლებელია არ დაეთანხმო. ქალმა შვილი სოციალურ ქსელებში ლაიქების გამო მოკლა. ლეისი სპირსი 28 წლის იყო, როდესაც დააპატიმრეს. ახლა ის 38 წლისაა. სასჯელს ნიუ-იორკის შტატის ბედფორდ-ჰილის დაწესებულებაში იხდის. შეწყალებაზე აპელაციის შეტანა კი მხოლოდ 2034 წელს შეეძლება.